დავიწყოთ იმით, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, რომ მინიმალურ სირთულეებს გაუმკლავდეს მოზარდებთან ურთიერთობაში. მეორე, მას უნდა ეგულებოდეს დამხმარე სპეციალისტები სკოლაში, მაგალითად, ქცევის მართვის თერაპევტის, ფსიქოლოგის, კარიერის დამგეგმავის სახით, რომლებიც დაეხმარებიან. მესამე, დირექტორს არ უნდა ეშინოდეს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში მოსწავლის გადამისამართების. მეოთხე, მოსწავლეს არ უნდა უხდებოდეს თვეობით რიგში დგომა იმისთვის, რომ მიიღოს ფსიქოსოციალური სერვისები, რაც არის სასწრაფო და გადაუდებელი ამ ბავშვისთვის. მეხუთე, ყველა სკოლაში უნდა იყოს ადამიანების გუნდი, რომელიც რთული ქცევის მოზარდებთან მუშაობს, იმიტომ რომ სკოლა არ არის მარტო იმ ბავშვების, ვინც ზედმიწევნით იცავენ დისციპლინას, სკოლა ყველა ბავშვისთვის არის. ადამიანები, რომლებიც სკოლაში მუშაობენ და ათასობით ბავშვი გადის მათ თვალწინ, მათ ეს უნდა იცოდნენ, რომ ზოგი ბავშვი ესეთია კი და მას მეტი ზრუნვა და მეტი რესურსი სჭირდება. და ეს რესურსი სადღაციდან სახელმწიფომ და სკოლამ უნდა მოიძიონ. ამაზე უნდა ისაუბრონ მასწავლებლებმა ხმამაღლა. იმას უნდა გაუსვან ხაზი, რა ტიპის სპეციალისტების დეფიციტია სკოლაში და ვისი მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს უნდა მოითხოვონ ერთობლივად სისტემისგან.